ზუსტად იმ ავანჩავანის კაცი იყო და იმ სიყვარულის მატარებელი, რაც გადმოცემულია ჩემს ბაჩიაში და ჩემს ბეჟანში და ჩემს სინგაში. იმიტომ რომ კარგ ნაყოფზე, კარგ ხეზე უფრო სწორად კარგი საღი ნაყოფი იზრდება. სხვანაირად არ შეიძლება. ხუჩუგიჩმა იცის აგურის ქარხანა სპილენს ვერ გამოუშვებსო. ან პირიქით. ვერც პერაშკს გოუჭირდება. ამიტომ მე მინდა იმ დიდი კაცის მოგონება გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, რომელსაც ბატონი ბონდო ერქვა აბდუშელიშვილი და რომელიც ამ ქვეყნად აღარ არის. და მანდავაიც დიდ ასაკში არ წასულა ეს კაცი ამ ქვეყნიდან. ნათელი ხსოვნა მინდა შეუთვალო, მაგრამ ვალმოხდილი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. მას თავის სამშობლოს სამი ძალიან ძვირფასი შვილი გაუზარდა. მისი ქვეყნის სასახელოდ, მისი კუთხის და მისი ოჯახის სასახელოდ, რომლებიც თავისთავად სიკეთეს და სიხარულს ემსახურებიან თავისი ქვეყნისა. ბატონი ბონდოს ხსოვნა მინდა გითხრათ და მე მინდა ჩემი ბაჩიას დედიკოს მოვეფერო. ქალბატონ ნინოს. ჯერ ბატონი ბონდოს გაძლება პურმარილის კუთხით გულისხმობ. მერე ორი მგელი ბიჭები, რომლებსაც ყოველ მეორე დღეს სტუმარი ყავთ სახლში და ყოველ დღე შეიძლება ითქვას და ეს ქალბატონი წარბ შეუხრელად ემსახურება ყველა სტუმარს. მის ჭიშკარს ვინც გადმოაბიჯებს, მზად არის რომ მას ემსახუროს გაღიმებული შუბლით, გახსნილი წარბით და მოეფეროს ისე როგორც ეკადრება თავის ნავაზ ოჯახს. დედას დაგილოცავ ჩემო ბაჩია, შენს ლამაზ დედიკოს მოეფერები და მადლობას ვეთყვი. მადლობას ვეთყვი თავისი დიდი დამსახურებისადმი ქვეყნის მიმართ. დედის კალთაზე ტკბილ ღიმილს, ამაზე დიდი რა არის? შვილი დედისთვის იცოდეთ ალერსის დიდი ზღვარის. დედა შვილის სინდისის სიკეთის გამომხატველი, მიტომ დავარქვით სამშობლოს, დედა სამშობლოს სახელი. რაც სიყვარულის, სიკეთის, სინაზის სახელს ატარებს, დედიკოს დაუკავშირეთ მის ლამაზ გრძნობებს ვადარებთ პირველად, დედა ვახსენეთ, მის მკერდზე ვიწყეთ თამაში, გადავიშალეთ, გავლაღდით დედის ტკბილ იაო ნანაში დედა, შვილის სინდისი, სიკეთის გამომხატველი, მიტომ დავარქვით სამშობლოს, დედა სამშობლოს სახელი. შობლებს გაუმარჯოს ჩემო